საქართველოში წლით წლობით იზრდება უცხოეთის მოქალაქეთა რიცხვი და 2025 წლისათვის მათმა რაოდენობამ შეადგინა 286,000. ანუ ეს ის ხალხია, რომლებსაც საერთაშორისო სტატისტიკური აღრიცხვის წესების მიხედვით აქვს ემიგრანტის სტატუსი. და რას ვხედავთ ახლა? მიმდინარე თვეში დააკორექტირა მოსახლეობის აღწერის მაჩვენებლები და ეს რიცხვი ორჯერ შეამცირა ოსნების ხელისუფლებამ. საოცარია, ერთ ნაწილში წერია, რომ უცხოელი მოქალაქეები ემიგრანტის სტატუსით აქვს საქართველოში არიან დაახლოებით 140,000, ხოლო მეორე უკვე ნამდვილი ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც საპასპორტო მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც საზღვის კვეთის ასე ვთქვათ სტატისტიკის მიხედვით არის შედგენილი, ის აბსოლუტურად სხვა რამეს ამბობს. ეს ინფორმაცია მეორე არის უტყუარი. შემოვიდა უცხოეთის მოქალაქე საზღვარზე და თუ ის არ გავიდა, ესე იგი აქ არის. თუ აქ არის და თუ ერთ წელიწადზე მეტია რაც აქ ცხოვრობს, ესე იგი ის არის საქართველოში მაცხოვრებელი და ის აღირიცხება როგორც საქართველოს მოსახლეობის ნაწილი. და აი ასეთი აბსურდული სურათი მივიღეთ. ერთი მათი ოფიციალური, ანუ სანდო სტატისტიკა სასაზღვრო კვეთის მიხედვით შედგენილი ამბობს ერთს, ხოლო მანიპულირებული რაღაც პოლიტიკური მიზნით შეთითხნილი მეორე სტატისტიკა ამბობს ორჯერ ნაკლებს. რატომ აკეთება ამას? იმიტომ, რომ ხედავს ხალხი, რომ ძირითადად რუსეთის მოქალაქეები მომრავლდნენ ქვეყანაში, აგერ ხედავთ, რომ ბათუმი ფაქტობრივად რუსულ ქალაქად იქცა, საქართველოში უცხოელმა მოქალაქეებმა, ძირითადად რუსებმა, იყიდეს დაახლოებით 20,000 ბინა. ბინას რომ ყიდულობ, ეს არ ნიშნავს, რომ შენ ეს გინდა მხოლოდ საფურში გასაქერაებლად. და დიდი რაოდენობისა აქ ფაქტობრივად აპირებს და უკვე ასეც არის დამკვიდრებას. და თუ 20,000 გაამრავლებ ორჯერ მაინც ეს უკვე 40,000 ადამიანია, რომელსაც აქ უკვე ბინადრობის პრეტენზია აქვს. ეს ერთი დიდი ქალაქია, ზუგდიდის სტოლფასი ქალაქი გაჩნდა საქართველოში, ოღონდ მიმოფანტული. და როდესაც მიგრაციულ სალდოს ითვლის სტატისტიკა და 2025-ში ის იყო +17,000. ანუ ჩვენს ქვეყანაში თურმე 17,000 ადამიანით მეტი შემოსულა, ვიდრე გავიდა. და როდესაც ამ სტატისტიკაში ჩავიხედავთ და მოქალაქეობის მიხედვით მას განმარტავთ, დავინახავთ, რომ ამ 17,000-დან თითქმის 17,000-ვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე. ანუ საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს გაიზარდა უცხოეთიდან შემოსული და აქ ერთ წელიწადზე მეტი ხნის ვადით დარჩენილი კატეგორიის უცხოეთის მოქალაქეების ასე ვთქვათ მიხედვით. მაგალითად